ნინა სიბოშვილი დაიბადა საგარეჯოში 1975 წლის ოქროსფერი სექტემბრის თვეში. გაიზარდა და სკოლა დაამთავრა ქალაქ რუსთავში. სწავლა კი გააგრძელა და წარმატებით დაასრულა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტ ვიტას სამკურნალო ფაკულტეტზე მეან გინეკოლოგის სპეციალობით. რუსთავსა და თბილისში გახსნა პირველი ტურისტული კომპანია ეგზოტიკ ტრეველი, რომელიც სასიამოვნო სიახლე იყო მაშინ. ატარებდა სასკოლო ექსკურსიებს, გასცემდა აზიის საკურორტო ზონების დასასვენებელ სრულ პაკეტებს, საგზურებს. იყო მუსიკალური სტუდია ელეგანტის მენეჯერი. იყო თბილისსა და რუსთავში გამართული კულტურული ღონისძიებებისა და კონკურსების ერთ-ერთი სპონსორი, სადაც მონაწილეებს ასაჩუქრებდა საგზურებით. ჯანმრთელობის პრობლემების გამო რამდენიმე დღეში გადაწდა, რომ ქვეყანა უნდა დაეტოვებინა. გაცნობიერებაც კი ვერ მოასწრო, ისე აღმოჩნდა იტალიაში. თავიდან თითქოს ყველაფერი იოლია, ფიქრობ, რომ დროებითია ყველაფერი, თან სახლიდან გამოყოლილი ენერგეტიკით ხარ სავსე და მყარად გახარ. დრო გადის და მძიმდები, მონატრება, ნოსტალგია, ენის ბარიერი, გონია უცხო ჰაერიც კი გწამლავს და ტრავმირებულს ხდის. 2 ათეული წელი შესრულდა მისი ემიგრაციაში წასვლიდან. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროის ნახევარი საავადმყოფოებსა და რეაბილიტაციის გავლას დაჭირდა, ცდილობს იყოს ძალიან აქტიური და თავისი წვლილი შეიტანოს თუნდაც ერთი ადამიანის ყოფის შემსუბუქებაში. გამოცდილებამ აჩვენა და ცდილობს ემიგრანტს გაუადვილოს ისეთი პრობლემები, რაც შესაძლოა გართულდეს თუ სწორად და დროულად არ მოგვარდა. ემიგრანტული ყოფა კი შეუმსუბუქა იტალიაში თავისი შვილების ჩასვლამ. როცა ოჯახი გვერდით გყავს, მეტნაკლებად წელში იმართები და ტკივილიც გიმსუბუქდება. იმაზე ფიქრმა, რომ მალე უნდა დაბრუნდეს სამშობლოში, გარკვეული დრო დამაკარგვინა. რადგან არ მინდოდა დამკვიდრებულიყავი უცხო მიწაზე წერს, ერთგან ნინა სიბოშვილი და დასცენს. მივხვდი, რომ სადაც არ უნდა იყო, არ უნდა გაჩერდე და აკეთო შენი საქმე. და აი, ქალბატონი ნინაც მიყვა გულის კარნახს. სამხრეთ იტალიის ქალაქ ტარანტოში გაიარა ენის კურსები და შესაბამისად აიღო სერტიფიკატიც. ამავე ქალაქში 5 წელი სააპელაციო სასამართლოს თარჯიმნად იმუშავა. შემდეგ ფლორენციაში დაამთავრა რეაბილიტაციის ცენტრთან არსებული კოლეჯი, სადაც პროფესიონალი სპეციალური სამსახურის ოპერატორის დიპლომის მფლობელი გახდა. სწავლის პარალელურად მუშაობდა ამავე სტრუქტურაში მედდის დამხმარედ. როგორც თვითონ ამბობს, ეს პერიოდი მისი ემიგრანტული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან იმუშავა კლინიკაში ხანგრძლივი პერიოდით დატოვებულ მოხუცებთან და ეს პერიოდი დაემთხვა კოვიდის პანდემიაში. იმ მომენტისთვის თითოეული თანამშრომელი იყო სასუნთქი აპარატივით მნიშვნელოვანი ფიგურა, რადგან კლინიკა პერსონალის ნაკლებობას განიცდიდა კოვიდით დაინფიცირების გამო. ფაქტობრივად კლინიკაში ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ კოვიდი მას არ შეხვედრია. მიუხედავად ამისა, არ ყოფილა იოლის ანახავი უძლური და ოჯახის სითბოს მოკლებული მოხუცები, რომლებისთვისაც მოვალეობის გარდა ეცადა სიყვარული და ზრუნველობა ეგზნობინებინა. ასეთ დამოკიდებულებას უშედეგოდ არ ჩაუვლია, დაენიშნა პრემია და მიიღო საპატიო ჯილდოებიც. თუმცა მარტო მოხუცები არ ყოფილა თავისი ზრუნვის საგანი. პარალელურად ჩართული იყო ქართული კულტურის სფეროში. ქალაქ ფლორენციაში მოაწყო ემიგრანტ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა. ამ გამოფენის ორგანიზების პერიოდში აღმოაჩინა ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელთაც დიდი სტიმული მიეცათ თავიანთი საქმის საკეთებლად. ასევე შეისწავლა ფოტოგრაფია და ჟურნალისტიკა და ოფიციალურად გახდა ქართული ტივის ჟურნალისტი. 2023 წლის 1 აპრილს გამოსცა გაზეთ ქართული ფესვების პირველი ნომერი, რომლის დაფუძნებამ დიდი ინტერესი და ემოცია გამოიწვია ემიგრანტებში. განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ მოექცა გაზეთის იტალიურენოვანი ნაწილი, როგორც ქართველების, ისე იტალიელების მხრიდან. 2022 წელს საქართველოს ხელოვნების და კულტურის დაჯილდოების მეგას საორგანიზაციო კომიტეტმა გადასცა დიპლომი ნომინაციაში კეთილი საქმის ამაგდარი.
საქართველოს ქალთა საბჭომ გადასცა მადლობის სიგელი ოჯახისა და სამშობლოსათვის გაწეული შრომისათვის. უცხო ქვეყნის საზოგადოების წინაშე ქართული კულტურის და ტრადიციების წარმოშენისა და გაცნობისათვის. ასევე მიღებული აქვს დიპლომი ჯუმბელ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიისაგან აკადემიის წევრობის ნიშნად. აკადემია გვირილა და ასოციაცია საქართველოს ქალბატონების ორგანიზატორობით განხორციელებულ 2023 წლის პროექტში ქართულ-ფრანგული მეგობრობის ხიდის მხარდაჭერის სპონსორობისა და მონაწილეობისთვის მას და გაზეთ ქართულ ფესვებს გადაეცა დიპლომები როგორც ასოციაციის, ასევე საფრანგეთში საქართველოს საელჩოს სახელით. აკადემია გვირილამ დააჯილდოვა საქართველოს წარმატებული ქალის ტიტულით და ასევე ასოციაციამ საქართველოს ქალბატონები მიანიჭა საქართველოს გვირგვინოსანი ქალბატონის წოდება. მიღებული აქვს ასევე პერსონა 2023 წლის ხელოვანის ტიტული. 2023 და 24 წელს ზედიზედ მესამეჯერ მიიღო მონაწილეობა თანამედროვე ხელოვანთა გამოფენაში საკუთარი ფოტოებით, რომელიც ქალაქ თბილისში გაიმართა და გადაეცა სერტიფიკატები. ვიციცრემს ღვრიდი ქალბატონო, გულიც გტყიოდა. ქართლის მთის ძირში ამოსულო ნაზო ენძელო. შენი ცრემლები დალის გზებზე ცვიოდა. საქართველოში მეგობარი შენ ხმას ეძებდა. საქართველოში მეგობარი შენ ხმას ეძებდა. შენი გაზეთი ქართველების ტკივილს ასახავს. ქართული ფესვი გაცოცხლე უცხო მხარეში. რამდენს უყვარხარ საყვარელო ნედავგანახა. აქ ნოსტალგია მისევდილა სიმწუხარეში. აქ ნოსტალგია მისევდილა სიმწუხარეში. შენი გაზეთი შენი გულის ვიცი ძარღვია. სიყვარულია შვილია და ატმის გვირდია. ქარმა საზღვრები საქართველოს შემოარღვია. მებრძოლ ქალბატონს პოეტები ლექსებს გიწვნია. მებრძოლ ქალბატონს პოეტები ლექსებს გიწვნია. დღენი გადის, ვიფურცლავენ ფურცლებს. თმას ჭაღარა ემატება ჩუმად. ვერ გამოვთქვამ გული რასაც უძლებს, იმედები ჯერაც კიდევ სტუმან. ჩვენ სხვა ქვეყნის სხვისი ჭერი, მოგვირგია ქუდად, სხვისი დედის და შვილების დავდგომივართ ბურჯად, ჩაყლაპული მწარეთ სრემლი, არ შეგვეტყოს თვალზე. სუსტია და ვერ უძლებსო, ვინც თქვა ნეტავ ქალზე. არ შევიმჩნევთ და არც ვამხელთ ამ უძირო დარდზე, შორიდან რომ გეფერებით ალბათ გვამჩნევთ ხმაზე. მონატრების ნაოჭების გაჩენილა თვალზე. სხვისი ჭერი მოგვირგია, სხვას ვუდგავართ ბურჯად. სხვა ჰაერი, სხვა ქვეყანა დაგვიხურავს ქუდად. ნინა სიბოშვილი, 6 აგვისტო 2018 წელი. Any gadis ვიფურცლავენ ფურცლებს. თმაშაღარა ემატება ჩუმად. ვერ გამოთქვამ გული რასაც უძლებს. იმედები ჯერაც კიდევ სტუმან. ჩვენს ქვეყნის სხვისი ჭერი მოგვირგია ქუდად. სხვისი დედის და შვილების დავდგომივართ ბურჯად. ჩაღლაპული
სული მწარეცრემლი არ შეგვეტყოს თვალზე სუსტია და ვერ უძლებსო ვის თქვანეტავა ქალზე არ შევიმჩნევს და არ ვამხერ ამოძირო დარდზე შორიდან მოგეფერებით ალბათ გვამჩნევთ ხმაზე მონატრების ნაოჭებით გაჩენილა თვალზე სხვისი ჭერი მოგვირგია სხვას ვუდგევართ ბურჯად სხვა ჰაერი სხვა ქვეყანა გაგვიხურავს კუდად სხვისი ჭერი მოგვირგია სხვას ვუდგევართ ბურჯად სხვას ვუდგევართ